ადამიანი, რომელმაც შეძლო Drive to Survive ყურებადი გახადა. დაამარცხა ორი დომინანტი ჩემპიონი იდენტური ბოლდით. დღემდე გვიანი მუხრუჭის დიდო სტატად ითვლება და ყველაფერს რომ თავი დავანებოთ რიკიარდო ერთადერთი მიზეზი, ვის გამოც ლუდი მაქვს ფეხსაცმლიდან დალეული. მე ვერ გეტყვით გველმა სპილო რატომ გადაყლაფა, მაგრამ შევესწრები აკიხსდა თუ რატომ ვერ დაიდგა მეფის გვირგვინი პატარა უფლის სულმა. ეს არ არის ერთი ჩვეულებრივი პილოტის ისტორია, რომელიც უცებ შენელდა. ჩვეულებრივი პილოტები დომინანტ თანაგუნდელ ჩემპიონებს არ ამარცხებენ. ამ შემთხვევაში საუბარი მაქვს მიჯრით 4-ის ჩემპიონ სებასტიან ფეტელზე, რომელიც 2014 წელს რიკიარდომ თითქმის 100 ქულით და 3-0-ზე მოგებული რბოლებით დაამარცხა. ავსტრალიელების ოცნება ნამდვილად აღდა. გერმანელის მიერ GBS-ში ჩასმული მარკ ვებერი ჩაანაცვლა ისევ უკუღმართი კონტინენტის წარმომადგენელმა, რომელიც ტორო როსოდან დააძინაურეს. 2014-ის Red Bulls ძლიერი გუნდი რამდენად ეთქმის არ ვიცი, მაგრამ ყველაფერი შედარებითია. 2 წელიწად ნახევრიანი კარიერის კვალობაზე რიკიარდო ძალიან მშვიდი, გაწონასწორებული და რაც თავარია თავდაჯერებული ჩანდა. ეს სიტყვები კარგად დაიმახსოვრეთ, რადგან ამ ვიდეოში მეორე აღარ გავიმეორებ, გარკვეული მიზეზების გამო. ფეტელი თავის ოცნებებს გავყვა და ფერარიში გადავიდა. რიკიარდოს კი ცეკვავენ ვარსკვლავებში ვარსკვლავის რა გითხრათ, მაგრამ მაქსის შვილის მამა ნამდვილად შეხვდა. თქვენის ნებართვით ამ პერიოდს გადავახტები და გადავალ 2016 წელზე, სადაც რეალურად პირველად შეერყა სკამის შუის სპეციალისტს. წარმოიდგინეთ, როგორ შეგრძნება, როცა შუა სეზონში შენს თანაგუნდია 18 წლის ბავშვს სვამენ. ეს ლაწირაკი კი პირველი ვერ ბოლას იგებს. ზუსტად ეს დაემართა დანიელ რიკიარდოს. 16-17 სეზონი მეტნაკლებად კარგი ჰქონდა ავსტრალიას, მაგრამ რეალური პრობლემები 2018-ში დაიწყო. ალბათ ყველას ჰქონია ცხოვრებაში ის მომენტი, როცა ფორტუნა ჩვენკენ არაა. არც დედაბუნება, არც იღბალი, საერთოდ არაფერი გამოგდის. ცხოვრებაც ყველაზე მეტად მაშინ გვაჭერს წიხლს. სეზონის 21 რბოლიდან რიკიარდომ მხოლოდ 13 დაამთავრა. მადლობა რენოს საძალე მოწყობილობას, რომელიც მოგებულ მონაკოშიც კი მწყობრიდან გამოვიდა. იმ წელს რიკიარდოს 8 DNF-დან რეალურად მისი შეცდომა არც ერთი ყოფილა. ბაქოში მაქსის ბრეიქ ჩეკ შეეწირა, ხოლო სპაზე მაცივარი ჰქონდა თავში მორტყმული. კი, მაცივარი უფრო გამოსადეგი იყო ვიდრე ის მაკლარენი. დანარჩენი კი ყველა რენოს ძრავის პრობლემა იყო. რას ვაკეთებთ, როცა ჩვენ თავში რწმენას ვკარგავთ, ხოლო გუნდში სხვა პილოტს აპრიორიტეტებენ? დიახ, ისტორიაში ყველაზე საშუალო გუნდში გადავდივართ. დიახ, რენოში, რომლის ძრავებმაც დაიწყო ჩვენი პრინცის კარიერის დაღმასვლა. იმისათვის რომ გაიგოთ, რატომ იყო რიკიარდო პირდაპირ ბოლიძე და გრძნობით მართვაზე დამოკიდებული, ჯერ მისი ტარების მანერა უნდა აგიხსნათ. ბოლიდის წინამხარი, რომელსაც მოსახვევში უხეშად შეაგდებ და შედარებით მოშვებული უკანა ნაწილი, რომლის ინერციის დახმარებითაც ბოილი მოსახვევში ეტევა. სწორედ თავისე მორგებული Red Bull-ი აძლევდა საშუალებას ავსტრალიელს სუპერ-დუპერ გვიან დაემუხრუჭებინა და მაინც ტრაექტორია ეს დარჩენილიყო. ბოლიც კი ლიმინზე ვერ მართავ, თუ რასაკვირველია ბოლომდე ვერ გრძნობ. 2019 წელი ხალხმა რენოში გადასული რიკიარდო უკვე გამოიგლოვა. გუნდი, რომელიც მე-4-მეხუთედ მოიაზრებოდა სეზონში, რიკიარდომ ოთახის შუსტივით მოიგო და რის მაგრად უკვე 5-ჯერ გამოეთიშა რბოლას ერთ სეზონში. რაღაცნაირად რიკიარდოს რენოს პერიოდი მოძალადე ქრის მსხვერპლიცოლის ცხოვრებას გავს. კი უბრაგუნებენ, მაგრამ აიც ბედნიერია რომ პატრონს შაბარდა. ხო, ნუ მანქანა ნელი იყო, მაგრამ რიკიარდოზე იყო მორგებული, რასაც ის ორი პოდიუმის მოძმობს. რეალური პრობლემა კი მაშინ დაიწყო, როცა დანიელმა ისევ მაღალ დონეზე მოინდომა ასპარეზობა და მაკლარენში გადავიდა. კრიტიკოსების აზრით ეს ტრანსფერი თავიდანვე გაძირული იყო, რადგან ალონსოს მაკლარენ ჰონდას შემდეგ გუნდში სერიოზული რეორგანიზაცია დაიწყო. ორი სეზონით საერთოდ რენოს ძრავები მოსინჯეს და საბოლოოდ მერსედესზე შეჯერდნენ. MCL 35-ის წინამხარი არასტაბილური იყო სწრაფ რეაქციაზე. უკანა ნაწილი კი დიდ დატვირთვაზე ნერვულად იქცეოდა. აეროდინამიკის ჯაჭვი კი ნაზ თანმიმდევრულ მართვის სტილს ითხოვდა. რიკიარდოს პირდაპირ უთხრეს გვიან არ დააბოხრუჭო და მოსახვევში რბილად შედიო. ეს დაახლოებით იგივეა დავით ლაბაძეს რო უთხრა ქვაბი და დოლბა არა იყო. არის ჩემი ტოლპა იყო. ძალიან ხშირად ხდება ინტერნეტში მოსაზრებები, რის მიხედვითაც თურმე რიკიარდოს მაკლარენში ცუდად ექცეოდნენ. დაახლოებით ის ხალხი ავრცელებს ამ ინფორმაციას Red Bull-ის მანქანები განსხვავებული რომ გონიათ. მაგალითად კი 2022 წლის მონაკოს პრაქტიკა მოყავთ, სადაც ვითომ ტომ სტალარდი მანქანაზე უფრო დართობს ვიდრე პილოტზე. ასეთ ხალხს შემიძლია ყველის დაგორება გირჩიოთ. ოღონდ სპორტი არა, თქვენ გაგორეთ და წათით. იმის ფონზე რომ 2 წელი ისეთ მანქანას მართავ, რომელსაც ვერ გრძნობ, კიდევ კარგი შედეგი დადო რიკიარდომ. ძალიან რთულია ყოყმანი დაიწყო, როცა სხეულზე 400 კილო გაწვევა, კოკპიტში 60 გრადუსია და წამის მიერთებში გადაწყვეტილება გაქვს მისაღები. ამ ყველაფერს კი ტორზე ალუბლად ლანდოს 3-ჯერ მეტი აღებული ქულა დაემატა. მაკლარენის შემდეგ იყო შუა სეზონში ნიკ დევრისის ჩანაცვლება, სადაც ხელი მოიტეხა რიკიარდომ, მაგრამ მანამდეც არ წყნავდა დიდად. უშაქრო Red Bull-ში დაბრუნება უბრალოდ გუნდის თბილი ჟესტი იყო თავისი უძღებიშვილისთვის, რომელიც ისევ ფსიქოლოგიური პრობლემის გამო გაუფერხდა. რასაკვირველია, რიკიარდოს სიჩქარე არცაც დასრულა. უბრალოდ ავსტრალიელმა ფეხი ვერ აუწყო ტექნიკურ პროგრესს. ნებისმიერ სფეროში ასეა, თუ შენი შემდეგი დღე წინაზე პროდუქტიული არა, ამით ინდუელი ისარგებლებს და შენ სამსახურს დაიკავებს. დანიელ რიკიარდოს კარიერულ რეგრესში კი ერთადერთი ადამიანია დამნაშავე და ეს თავად ავსტრალიელია.